ავიღე, ხმალი ავიღე და რუკაც ჩემთან არის. ხო, კიდე საჭმელიც, так, ну, ამდენი საჭმელი მეყოფა, так, всё. Так, в принципе, უკვე მზად ვარ. მეგობრებო, მოგესალმებით თქვენ და მე საბა და არ გავჩერას მასამი და დღეს მეგობრებო, თუ თქვენ გახსოვთ გუშინდელი ვიდეო, სადაც აი აქ იყო მოკეთეს რაღაც სარდაფი, რომელიც მე უკვე მოვაშორე. ამ კვლელმა მომცა ეს რუკა. მოგეთ მეგობრებო, თქვენ ვერაფერს ვერ გაიგებთ, სანამ არ უყურებთ წინა ჩემს ვიდეოს, გუშინდელ ვიდეოს. აუცილებლად ნახეთ, სანამ ნახავთ ამ ვიდეოს. ძალიან საინტერესო გამოვიდა, მოგეთ. მან ამ ქურდმა მე მომცა, ამ კვლელმა უпростоეთ მე მომცა კოორდინატები თუ სად არის განლაგებული მის მიერ დაჭერილი ჟიტელნიკები. და როგორც მე თქვენ გითხარით, თუ იმ ვიდეოზე იქნებოდა 100-ზე მეტი ნახვა, მე ეგრევე გავემგზავრებოდი მაგ კოორდინატებით და მეგობრებო მართლაც 120 ნახვა აიღო იმ ვიდეომ და ახლა მოკეთ მე უნდა გავამთავისუფლო ეგ ჟიტელნიკები. Так, ხმალი ავიღე, კი რა მაქვს და საჭმელი და რაც თავარია, კოორდინატები. მეგობრებო. ასეთ კარგ, ასეთ ჩვენიერ დილას და მაინც უნდა წავიდე ამ საშინელ ტყეში. იმიტომ კოორდინატებით მე ზუსტად მივდივარ ამ ტყისაკენ. თავარია ასეკველია მე ახლა არ დავიკარგო, მაგრამ მიჩვევებსო სულ 100 მეტრ მანძილზე არის ეს ადგილი, მაგიტომ კოორდინატებით და ხმაიც უნდა მეჭიროს ახლა ხელში. ჩემთვის მეგობრებო თავარია გავანთავისუფლო ჟიტელნიკები, მოვიყვანო სოფელში და ეგ ადგილი სულ დავმარხო, როგორც ეს სარდაფი, რომელიც გააკეთა იმ კვლელმა. Так, ну координату ჟიტელნიკო გამარჯობა, კიდე ჟიტელნიკების დაწესავებენ. Так, აკა, так, სტოპა. ოპა, მეგობრებო, მგონი ვნახე. Так, მგონი ესაა ხომ ეს ადგილი. Так, ну აი ზუსტად მეგობრებო ამ ცენტრში. მოით მეგობრებო, так, ჟიტელნიკები აქ დაწესავებენ, მაგრამ მიდი. მიდი. Так. თავარია რომ გავანთავისუფლო ეს ჟიტელნიკები. Так. კაია წავიდა. Так, შემდეგი უფრო ადვილად წავა, იმიტომ უკვე დასუსტა ეს კონსტრუქცია. Так, მიდი. კაია და მეგობრებო გამოვიდა. Так, ეს სად არ ვიცი. გადავაგდოთ მეგობრებო სად. აი აქ მეგობრებო ასე დავდოთ რა. Так, არც კი მჭირდება უკვე ესენი. Так და ხმალი ხელში და წავიდა და ოპა, ჟიტელნიკებო, თქვენ აქ ხართ? სამაშენ ხარ ხო? კი, ჟიტელნიკებო, ძლივს არ გნახეთ. Так, სტოპ. გამოისაკ ყველა არის ჩვენი სოფლიდან. Так, 1 2 3. Так, 4 და იმ კვლელმა რომ ითხრაო 5 არისო. ну, კაი, პრინციპში მეგობრებო ეს თავარი არ არის. Так, სტოპ. ჟიტელნიკო ისევ სისტემატურად გითხრა შენ მაგონებ იმ კვლელს. მამ კაი, პრინციპში ყველა ჟიტელნიკი თითქმის ერთმანეთის მსგავსები არიან. მიდი. რა ძნელია. Так, ჟიტელნიკო, თქვენ რაც თავარია არის, ასე ვთქვათ, არის ნერვიულოთ და სტოპ და ეს რა სარდაფია აქა? საბა ჩვენ თვითონ არ ვიცით. ჩვენ აქ მოგეთ ჩავკეტა და ამ სარდაფის შესახებ არაფერი არ გითხრა. და როგორ არის ეს კვლელი, რა უქენი? ეს კვლელი всё აღარ არის ცოცხალი. მე მოვკალი. ახლა მგონი პოლიციაშია თუ სადღაც არის, მოკლედ. წასული. Так, окей, მამ, პრინციპში ჟიტელნიკო შემართა ძალიან მაგონებ იმ კვლელს. Так, окей. რა კონთ მეგობრებო, ახლა მოით ჯერ მეგობრებო მოკეთ ახლა გავხსენთ ეს სარდაფი. გავხსენი ჟიტელნიკო, მოკეთ ახლა გავხსენით ეს კარები და აქედან გაიქეცით. მიდით. Так, და მე კიდე მაინტერესებს. Так, ჟიტელნიკო, შეიძლება არ შეხვიდე, შეიძლება მანდაც რამე იყოს. Так, ოპა, დღეო და Так, სპორტი ჩავკეთეთ, ჟიტელნიკები არ შემოვიდნენ. Так, შეხედეთ მეგობრებო, რამდენი ნავთობია გაგიჟება. Так, რაც თავარია მეგობრებო, ჩვენ გავანთავისუფლეთ ჟიტელნიკები. Так, მოით მეგობრებო, რა ძველი კარია. რა დანაგვიანებული. Так, მიდი. ოპა. გაგიჟება მეგობრებო, შეხედეთ. რამდენი მეგობრებო, ვერ წამოიგეთ, როგორ მეჩა, კაი არ ვიტყვი. როგორ მე შემეშინდა ეს მეგობრებო. ეს მანიკენებია. გავიგე, ოკეი. ეს მანიკენის თავებია. ხო, მერტო ჩვენ მეგობრებო ვერ წარმოიდგეთ, თითქოს აქ ვიღაცა იდგა. Так, მამ ეს დინამიტი უფრო რაღაც მანერვიულებს.
ტაქს, კაი, ეს დინამიტი აუცილებლად უნდა მოაშორო აქედან. და გამოის ახლა შეწენილიკები თორე წავიდნენ ღმერთო ჩემო როგორ მაშინებენ ეს მანიკენები რასაკვირველია. აჰა. მეგობრებო შეგეჭი შეწენილიკები მართლა უკვე გამოვიდნენ. შეწენილიკო, შენ უკვე გამოხვედი? კი, საბა გამოვედი. კაი, დაგსტობ და რატო არის კარი ჩაკეტილი? ეს უბრალოდ თვითონ ჩაიკეტა. ხაერი შემოვიდა აქ. ძალიან დიდი ქარია. ქარი სარდაფში? და ოკეი, კაი, მაშინ მე გავხსნი ახლა. საბა არ გაბედო. რას ნიშნავს არ გავბედო? შენ ისე რაღაც ძალიან საოცარი ხარ. შენ ძალიან გავხარ მკვლელს, იმ მკვლელს რომელიც იყო ჩემს წინა ვიდეოში და მეორე წელს შენ რაღაც ძალიან საოცრად იქცევი. მესამე წელი რა ქარი? რის ქარი სარდაფში? შეგარ აქ რკინის კარია, ღმერთო ჩემო, ეს რკინის ქარი ქარბუქსაც კი გადაიტანს და იმას კი არა რომ პატარა ნიავს. საბა შენ რა კიდე ვერ მივხვდი? რას ვერ მივხვდი, ღმერთო ჩემო? დაგსტობ. ისევ გითხრა შენ მართლა ძალიან მაგონებ იმ მკვლელს და ძალიან საოცრად იქცევი და ხმითაც ძალიან გავხარ იმ მკვლელს. საბა როგორ ვერ მივხვდი? და კაი, თუ შენ ვერ მივხვდი, მე გეტყვი შენ, მე ვარ ის მკვლელი. შენ ახლა შემეკითხები და როგორ? ძალიანაც დაადვილად. შეოდესაც მე მომკალი. მე მაგ დროს პოლიციაში კი არა, დავრესპაუნდის სოფელთან. მაგ დროს მე ძალიანაც და კარგად ვიცოდიო შენ წახვიდოდი ამ კოორდინატებით, რომ გაგეთავისუფლებინა ეს ჟიწელიკები. და ზუსტად მაგ დროს მე გავაკონტროლე ისე, რომ ამ ჟიწელიკებს უთხრე, რომ ერთ პატარა ხმასაც თუ ამოიღებდნენ იმის შესახებ, რომ მე ვარ მკვლელი, ეგრევე ყველას დავჭრიდი. და ახლა რა მინდა შეგასაბა. ძალიანაც და არ მოველოდი მაგ დროს შენ მომკლავდი. ახლა შენ შეხვალ ამ ციხეში. ხო, შეხვალ ამ ციხეში. ჯერ ერთიც მომცემ ყველა იარაღს რაც კი გაქვს. მეორეც ერთი შეხვალ მაგ ციხეში. და არც კი გავხვალ და მე კიდე ყველაფერს გავაკონტროლებ, რომ შენ იყო მათ მთელი შეიცხოვრება. გასაგებია? შენ ჩანდაბა როგორ ვერ გავაკონტროლე, ჩემი შეცდომა რომ მე არ გავაკონტროლე ის, რომ შენ მართლა პოლიციაში წასულიყავი. ჩანდაბა მეგობრებო, რა ვქნა? იცი რა? შენ რას მაშინებ აქ? მე მაგ ალმასის ხმალი და შემიზია ძალიან ადვილად ისევ მოკკლა და პოლიციაში ძალიან ადვილად მე ჩაგაბარო. ხო, მართლა არის ტყვის აბოზე. იომაია მეგობრებო, იარაღი აქვს. დაგსტობ, კაი. რა გავაკეთო? რა გააკეთო, შენ უკვე იცი რა გააკეთო. შენ ამ ჟიწელიკების გათავისუფლება გინდოდა, მაგრამ არ გამოგივიდა. ძლივს მოვიდა ის ადამიანი, რომელიც აღმოჩნდა შენზე ძლიერი საბა, ძლივს. და ეს ადამიანი ვიქნები მხოლოდ ერთადერთი მე. შენ და გავიცნა, რომ საბა არ არის მარტო. რა? ჟიწელიკებო, როგორ გააღეთ კამერა? ვაუ! რა? როგორ გამოხვედით მაქედან? ჯადაბა. აბა მკვლელო, ახლა მითხარი, რა საირჩევ? მოკლედ, ისევ სიკვდილს თუ პოლიციაში შენ თვითონ მიხვალ? კაი, არ მინდა სიკვდილი, კაი, მივალ პოლიციაში, მაგრამ ძავარია, თქვენ ყველა ჟიწელიკებო და შენ, პირადად შენ საბა, იცოდე რომ მე კიდე დავბრუნდები. აჰა, ვიცი, დაბრუნდები, ხო? დაქს, ჟიწელიკებო, დიდი მადლობა და როგორ გამოხვედით? საბა, დებილმა, კვლელმა არაფერი არ წაგვართა, წარმოიდგინეთ, ჩვენ მოკეთა გქონდა პატარა თოკი და მაგ თოკით მოკეთ ამ კნოპკას ჩვენ დავაჭირეთ. ძალიან ჭკვიანები ხართ ჟიწელიკებო, ჩემი სოფლის ჟიწელიკები, რა უნდა თქვა მეგობრებო. დაქს, ახლა თქვენ დაიკავეთ, რამე იარაღი გაქვთ? მე მაქვს ის რკინის ხმალი
და მე ალმასის. ძალიან კარგია. так, თუ რამეა მე მოგცემთ უფლებას, რომ მოკლათ ეს მკვლელი. თავარია რომ ჩავაბავოთ პოლიციაში და დარესპაუნდება უკვე არასაფერში, არამედ უკვე პოლიციის სადგურზე. так, ოკეი. მადლობა დიდი შენკო, მე ახლავე მოვალ, ძალიან მალე მოვალ. მეგობრებო, ძალიან ბევრი რამ მოხდა ამ 10 წუთის განმავლობაში. მე თუ რამეა მეგობრებო, ძალიან გაგიჟებული ვარ. რა მოხდა, აი როგორ? ჯესიც აი დიდი კითხვა მაქვს, აი როგორ აღმოჩნდა ეს ჟიტენიკი აქა, ეს კვლელი, მაგრამ აი ყველაზე მაგარი, აი ჩემი სოფლის ჟიტენიკები, ძალიან მიყვარს ჩემი სოფლის ჟიტენიკები. კაი მეგობრებო, მადლობა დიდი ვინც ყურა ეს ვიდეო ბოლომდე. თუ მოგეცეთ თვითონ დალაიქეთ. მე კი ახლა წავედი ეს მკვლელი უნდა დავიჭიროთ. ნახვამდის.